წამება დამცირება, ხელკეტებით, ჯაჭვებით და დანებით. დღეს ქვეყნის მასშტაბით რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს. დაკავებულთა შორის 10 არასრულწლოვანია. ნეონაცისტური დაჯგუფება საქართველოში. ძალადობის ამსახველი ვიდეოები ულტრანაციონალისტური პროპაგანდისთვის. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა. რატომ დაირქვეს ბერგმანი, ვერმახტის სპეცდანაყოფის სახელი? საქართველოს მყინვარების კვლევის შედეგები. ამ კვლევის სახით საქართველოს მთავრობას უკვე კარგი საბაზისო მონაცემები აქვს და შეუძლია დაიწყოს რისკების მართვა. რა ვითარებაა ხეობებში? გამოიკვეთა, რომ ისიერი საფრთხე არ არსებობს. სად არის რისკები და სად უნდა განთავსდეს მონიტორინგის სისტემები? ასეთი მასშტაბის ხება საქართველოში ისტორიაში პირველად განხორციელდა. საფრთხეების შეფასდა 22 მყინვარულ ხეობაში. მონიტორინგის სისტემის განთავსების პროცესი დაიწყება უკვე მიმდინარე წლიდან. კავკასიონის ქედის პირველი მასშტაბური კვლევა და შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა. საქართველოს დღე და ისტორიული გამარჯვება ზამთრის ოლიმპიადის წინ. ევროპის ჩემპიონები ფიგურულ სრიალში. ოქროს მედალი სპორტულ წყვილებში და მცირე ოქრო მამაკაცებში. ახალი ფურცელი ქართული სპორტის ისტორიაში. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 16 იანვარია. გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. ნეონაცისტური დაჯგუფება აგრესიული სასტიკი ანგარიშწორების მეთოდებით და ქსენოფობიური ონლაინ პროპაგანდით. საქართველოში ერთდროულად დაიყვანეს ორგანიზებული რადიკალური ჯგუფის 16 წევრი, რომელთა ქმედებები ნაცისტურ იდეოლოგიაზე არის დაფუძნებული და სახელიც ვერმახტიდან აქვთ აღებული. თავის დროზე ბერგმანი, ანუ მთიელი კავკასიელი ხალხებისგან დაკომპლექტებული ჰიტლერის სპეცდანაყოფი იყო, თუმცა მათ სხვა დანიშნულება ჰქონდა დაზვერვა და საბოტაჟი საბჭოთა კავშირის ზურგში. თანამედროვე ქართველი ნეონაცისტები კი დანებით, ხელკეტებით, კასტეტებითა და ჯაჭვებით უსწორდებოდნენ ადამიანებს, მათ შორის ეთნიკური და რასობრივი ნიშნით. ცემის, წამების და არაადამიანური მოპყრობის კადრებიც თავად აქვთ გადაღებული და გავრცელებული. ქუჩის მოძალადეები მესამე რაიხის სიმბოლიკით საქართველოს რეგიონებშიც მოქმედებდნენ, თუმცა მთავარი ეპიცენტრი იყო თბილისი. უკვე ცნობილი 10-ზე მეტი დაზარალებული, მათგან 4 არასრულწლოვანი. არასრულწლოვნები ყავდათ ნეონაცისტებს თავიანთ დაჯგუფებაშიც. დღეს დაკავებული 16 პირიდან 10 ჯერ 18 წლისაც არ არის, მათ შორის არიან გოგონები. ანალოგიური ბრალდებით 6 თვის წინ აიყვანეს ჯგუფის ლიდერი და იდეოლოგი ლევან აბესაძე, რომელსაც 15 წლის ბიჭის წამებისთვის უკვე 10 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. 2025 წლის ივლისში რუსთავიორმა ექსკლუზიურად მოიპოვა ვიდეოკადრები, სადაც თბილისში ავლაბარში მიტოვებული აბანოს ტერიტორიაზე ნეონაცისტები სასტიკად უსწორდებოდნენ არასრულწლოვან, სწორედ ამას მოყვა დაკავებების პირველი სერია, რა დროსაც აბესაძის გარდა 8 პირი მოხვდა ციხეში, იქაც 7 არასრულწლოვანი იყო. სწორედ მათ მობილურ ტელეფონებში აღმოაჩინა გამოძიებამ ძალადობის ამსახველი არაერთი ჩანაწერი. კადრები ფიზიკურ ანგარიშწორებას ასახავს. უკვე იდენტიფიცირებულია 10-ზე მეტი დაზარალებული, რომელთაგან 4